შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე. ნათქვამია, რომ ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვან შორის წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება. დაზიანებები აქვს მის არასრულწლოვან დისშვილსაც. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებით, რასაც დეტალური სიზუსტით ადასტურებს ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები, დაზარალებულმა მისთვის სახის არეში მიყენებული დარტყმის შემდგომ ფიზიკური დაპირისპირებისას თავდასხმის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა არ გამოიყენა მიუხედავად იმისა, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან თავდასხმა გრძელდებოდა. ეს იარაღი მას წაართვა ინციდენტში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენელმა, მეორე არასრულწლოვანის ბიძამ, რომელმაც მოგვიანებით ცეცხლსასროლი იარაღი თავად წარმოუდგინა გამოძიებას. ინციდენტიდან რამდენიმე საათში მეორე არასრულწლოვანის ბაბუა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მომხდარ დაპირისპირებაში, თავის საცხოვრებელ სახლში გახდა ცუდად და საავადმყოფოში მიყვანამდე გულის შეტევით გარდაიცვალა. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ ინციდენტში მონაწილეები, ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, რომ გამოძიების დასრულებამდე სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილია კადრების განკარგულებაში. გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება.